დროებით შემოკარგო ანიკი გაგვაცნობს კულტურის სიახლეებს. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საგამოფენო სივრცეს ანი ლაღიძის ნამუშევრებს უთმობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენა სახელწოდებით ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ ანა ლაღიძის 100-მდე ნამუშევარს აერთიანებს. ხელოვანი კომპოზიციას ფერადი თექისგან და სხვადასხვა სახის ქსოვილებისგან ქმნის. წელს კი მისი ნამუშევრები პორტუგალიისა და ჩეხეთის საერთაშორისო გამოფენებზე მიიწვიეს. ანი ლაღიძის მეორე პერსონალური გამოფენა ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გაიხსნება და 25 მარტამდე გაგრძელდება. დაახლოებით 20 წლის წინ ჩატარდა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და-ძმა ანა და ბანო ლაღიძეების პერსონალური გამოფენა, რომელსაც ერქვა ფერადი სიზმრები. მაშინდელი საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია ამ გამოფენამ. ამის შემდეგ ანას არ შეუწყვეტია მუშაობა, როგორც ჩანს და როგორც ვხედავთ, მხოლოდ განსხვავება ამჯერად ის არის, რომ მისი ჩანაფიქრები და ხედვები და კომპოზიციები დღეს მთლიანად თექის და მგელთის, ანუ ქსოვილის გამოყენებით არის წარმოდგენილი. ბავშვობიდან ხატავ 3 წლის ასაკიდან ეს ჩემი მეორე პერსონალური გამოფენა, ძალიან ბევრ ჯგუფურ საერთაშორისო გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას და მოკლედ ძალიან აქტიურად ვარ დაკავებული ამ საქმით, ეხლა განსაკუთრებით თექით და ტექსტილით.